გითხილით, ეხლა უკვე საუბარია ტყუპებზე, ნუ ხა ყველასთვის ეს პერიოდი კარგია, იმიტომ რომ ვენერა სიყვარულის პლანეტა კუროზოდი აქვს შესაძლოა უყვარს ტყუპნა, ამიტომ ხა სიყვარული გაფორჩქნულია, და ხა ტყუპებისთვის მათ შორის, იმიტომ რომ როგორც ტუნს ხა ტყუპებისა ძალიან მაღალია, ეს ნიშანი ძალიან აქტიურია, ძალიან ენერგიულია, ძალიან ინიციატივა, ძალიან საინტერესო გონება מחვილობის მატარებელი, ამიტომ ტყუპებთან ხა ძალიან საინტერესო ურთიერთობა. უამრავი რამ იცის, უამრავი ინფორმაცია აქვს, ძალიან საინტერესო საუბრობს, მასთან ურთიერთობა ერთი სიამოვნებაა და ეს კიდევ უფრო მეტად ალამაზებს სასიყვარულო ურთიერთობებს, მაგრამ სამყაროს კოსმოსს თავისი კანონები აქვს და ეხლა რა მოუწყო მან პირად ურთიერთობებში რა გამოცდა ტყუპებს ეუბნება ტყუპებს ენას კბილი დააჭირეთ. ვიღაცა მოგეწონათ, არ გაახმაუროთ. ყოველ შემთხვევაში ბოლომდე ამ თვისა, ხო? აი მე უკვე მაისში უკვე შეგიძლიათ დაუშვათ, მაგრამ ეხლა გაჩვენდით. რაღაცა ხდება დაუშვათ თქვენ შორის, ან რაღაცას აპირებთ, შეიძლება ქორწინება და შენ არავისთან ჯერ არ ელაპარაკოთ. აპრილში არა. ანუ ეს თქვენი ცოტა know-how საიდუმლო უნდა წამოწიოთ წინა პლანზე პირველად. წინ გათქვავთ, აი მე ეს მომწონს, მე ამასთან რაღაცა შეიძლება სხვანაირად დატრიალდეს ყველაფერი და ხშირად მოდი ასეთი ადამიანი მეკითხებია რომ კაცო, აი ესე გადაწყვეტილი ქონდა ყველაფერი და უცებ რაღაც შეიშალა. რატო? იმიტომ რომ დაედო სხვისი თვალის, სხვისი ბოღმის, სხვისი შურის ენერგია, როგორც კი თქვენ ეს გათქვით. და მოხდა ბლოკირება ამ თქვენი სასიყვარულო ენერგიისა. და შესაბამისად არაფერი აღარ წავიდა ისე როგორც თქვენ ეს გსურდათ. ამიტომ ტყუპებო ენას კბილი დააჭირეთ, საიდუმლოდ იმოქმედეთ, ცოტა გაასაიდუმლოთ თქვენი სიყვარული და მით უმეტეს არ ილაპარაკოთ მასზე მეგობრებთან. თუ მეტყვესეთი მეგობარია, რომელსაც ბოლომდე არ ენდობით, ხო, თორემ მომენტალურად შეიძლება ამას მოყოს მერე პრობლემა.